შეიძლება ითქვას, რომ ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა ვიზიტორთა მხრიდან დაცული ტერიტორიების მონახულების კუთხით. ამ კუთხით განსაკუთრებით დიდი პოპულარობით სარგებლობს ხოლმე მაგალითად სათაფლიეს აღკვეთილი, სადაც განსაკუთრებით მეტი ვიზიტორი სკოლის მოსწავლეები არიან ხოლმე ექსკურსიებიდან. თუმცა ამის პარალელურად, როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში ზაფხულის პერიოდში გაცილებით უფრო მეტი საერთაშორისო ვიზიტორი ჩამოდის, რომლებიც პირდაპირ პროპორციულად აისახება დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა რაოდენობის ზრდაშიც. შეიძლება ითქვას, რომ წელს უკვე 8 თვის მონაცემები რომ შევაჯამოთ დაახლოებით 930,000 ვიზიტორმა მოინახულა საქართველოს დაცული ტერიტორიები, რაც ანალოგიურ პერიოდს გასულ წელთან მიმართებაში დაახლოებით 11%-ით აჭარბებს. მათ შორის 10%-ით არის გაზრდილი საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა, რაც კიდევ ერთხელ უსვავს ხაზს იმ ფაქტს, რომ საქართველოს ჩამოსული უცხოელი ვიზიტორების ძალიან დიდი ნაწილი სწორედ დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობას ანიჭებს უპირატესობას. ამ კუთხით გამოვყოფდით სალაშქრო მიმართულებებს, სადაც ძალიან დიდი ინტერესია, თუმცა მეორე მხრივ მღვიმეები, კანიონები, ჩანჩქერები ძალიან დიდ ინტერესს იწვევს საერთაშორისო ვიზიტორებში და ამ კუთხით დღის განმავლობაში პრომეთეს მღვიმე მარტვილის კანიონი ნამდვილად ტოპ პოზიციებს იკავებს სხვა დაცულ ტერიტორიებთან მიმართებაში. ჩვენი ამოცანაა, რომ მაქსიმალურად გავზარდოთ სერვისების სხვადასხვა დაცულ ტერიტორიებზე, რათა უფრო მეტ ვიზიტორს მიეცეს უფრო ახალი შთაბეჭდილებების შექმნის შესაძლებლობა. ამ კუთხით ვავითარებთ ახალ მიმართულებებს, ახალ სერვისებს, თოკების პარკი, ზიპლაინით შეუძლიათ ისარგებლონ სხვადასხვა დაცულ ტერიტორიებზე მისულმა ვიზიტორებმა. მეორე მხრივ გვხვდება მაგალითად ვაშლოვანი, რომელიც აბსოლუტურად განსხვავებული ემოციების შექმნის შესაძლებლობას იძლევა გამომდინარე იქიდან, რომ ნახევრად უდაბნოა და ფაქტობრივად მსგავსი ლანდშაფტები საქართველოში არ გვხვდება, ასევე გვხვდება მყინვარები და ზოგადად ხაზს უსვავთ ხოლმე, რომ საქართველო ეს არის ქვეყანა, ეს არის ის მიმართულება, სადაც 5-6 საათში შეგიძლია ზღვის სანაპიროდან მყინვარებზე ან ნახევარ უდაბნოში მოხვდე, რაც ძალიან ბევრ ქვეყანას აღნიშნავს ფუფუნება ნამდვილად არ აქვთ. 56% ვიზიტორებიდან იყვნენ უცხოელები. რომელი ქვეყნებიდან ჩამოდიან განსაკუთრებით აქტიურად ვიზიტორები და რამდენად იცვლება ეს სტატისტიკა ბოლო წლების განმავლობაში? დიახ, ნამდვილად აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ვიზიტორები მთლიან რაოდენობაში ჭარბობენ, 56% სწორედ უცხოელი ვიზიტორები არიან. ამ კუთხით წელს გამოვყოფდით ბელორუსი, ინდოეთი, რუსეთი, პოლონეთი და ისრაელი, ტოპ 5 ქვეყანა, საიდანაც ყველაზე მეტი ვიზიტორი დაფიქსირდა. როგორც წესი, ეს აღნიშნული ტოპ 5-ეული ხშირ შემთხვევაში იცვლება ხოლმე, მაგალითად ინდოეთზე გამოვყოფდით. თქვენ გაქვთ გარკვეული კამპანიები სხვადასხვა ქვეყანაში? ტრადიციულად მეზობელი ქვეყნებიდან აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები, როგორც წესი, ტრადიციულად მაღალი ვიზიტორთა რაოდენობით ხასიათდებოდნენ ხოლმე, თუმცა ძალიან საინტერესოა მაგალითად ინდოეთის გამოჩენა ტოპ 5-ში, რაც პირდაპირ პროპორციულად არის დაკავშირებული პირდაპირი ფრენების დანიშვნასთან თბილისსა და ნიუ-დელის შორის და ახლა უკვე მუმბაისთან დაინიშნა როგორც იცით პირდაპირი ფრენები. როგორც წესი, როგორც კი ქვეყანა აპრიორიტეტებს რომელიმე ქვეყანასთან პირდაპირ ფრენებს და ამ ქვეყანასთან იწყება პირდაპირ სტრატეგიული პარტნიორობა, ამ კუთხით მნიშვნელოვნად იზრდება ხოლმე საერთაშორისო ვიზიტორები და ეს ასევე აისახება, რა თქმა უნდა, დაცულ ტერიტორიებზე მოსულ ვიზიტორთა რაოდენობაში. ასევე უნდა აღვნიშნოთ მაგალითად არაბეთის ნახევარკუნძულის ქვეყნები, საიდანაც საკმაოდ ბევრი ვიზიტორი სტუმრობს საქართველოს და ზოგადად საუდის არაბეთი, გაერთიანებული არაბთა ემირატები, ეს არის ქვეყნები, საიდანაც საქართველოში ველოდებით ძალიან მაღალ მხარჯველ უნარიან ვიზიტორებს გამომდინარე იქიდან, რომ მათი საქართველოში ვიზიტი საქართველოს ეკონომიკისათვის მნიშვნელოვან ეფექტს ქმნის. ამგვარად, როდესაც მუშაობთ სამიზნე ბაზრების იდენტიფიცირებაზე, ამ კუთხით გამოვყოფდით ქვეყნებს, საიდანაც უფრო მეტ ვიზიტორს ველოდებით, მაგალითად ჩინეთი, ინდოეთი და მეორე მხრივ ქვეყნები, საიდანაც დაინტერესება დიდია და შესაბამისად მაღალ მხარჯველ უნარიანი ვიზიტორების შესაძლოა რომ ჩამოვიდნენ. ესენი არიან ძირითადად სპარსეთის ყურის ქვეყნები. რა თქმა უნდა, აქცენტი კეთდება ევროპის ქვეყნებსაც, საიდანაც ძირითადად მოლაშქრეების ინტერესი ფიქსირდება ხოლმე საქართველოში და ჩვენ გვაქვს პრეცედენტი გერმანელები, პოლონელები, რომლებიც ძალიან ბევრი სტუმრობს ყაზბეგის ეროვნულ პარკს, ბორჯომხარაგაულის ეროვნულ პარკს და შეიძლება ითქვას, რომ სალაშქრო მიმართულებების კუთხით მათი დაინტერესება იზრდება. წელს განსაკუთრებით პოპულარული მაინც რომელი მიმართულება, უფრო მღვიმეების მონახულება მოსწონთ უცხოელ ტურისტებს, უფრო ლაშქრობა, გამოკვეთილად რომელი
რომელი მიმართულება პოპულარული? სტატისტიკას გადავხედავთ რაოდენობის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, მღვიმეები და ჩანჩქერებში უფრო მეტი ვიზიტორი ფიქსირდება, გამომდინარე იქიდან, რომ სულ რაღაც 3-4 საათში შესაძლებელია, რომ ერთი ბუნების ძეგლი მოინახულონ. ამგვარად, ერთი ვიზიტის განმავლობაში, დღის განმავლობაში შესაძლოა 2 ან ხშირ შემთხვევაში 3 ბუნების ძეგლიც კი მოინახულონ ხოლმე. მეორე მხრივ კი ლაშქრობა, რა თქმა უნდა, რამოდენიმე დღიან მონაკვეთს გულისხმობს, ხშირ შემთხვევაში 2-3 დღიანი ლაშქრობა, რაც სტატისტიკურად უფრო ნაკლები ვიზიტორი ახერხებს ლაშქრობით დაკავებას, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დაინტერესება ლაშქრობის მიმართ მცირეა. პირიქით, დღითი დღე იზრდება, განსაკუთრებით COVID პანდემიის შემდეგ, დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაახლოებით 1200 კილომეტრამდე ქსელი დაცულ ტერიტორიებზე უკვე განვითარებულია და ჩვენ კიდევ უფრო ვავითარებთ იმისათვის, რათა ყველა დაცულ ტერიტორიებზე, ყველა ბუნებრივი ღირებულებებით გამორჩეულ ტერიტორიაზე მიეცეს ვიზიტორებს მისვლის საშუალება. ამ მხრივ ასევე მინდა აღვნიშნო ჯუთა-როშკა-ომელოს დამაკავშირებელი ბილიკი, 204 კილომეტრიანი ბილიკი, რომელიც უპრეცედენტოა და 3 დაცულ ტერიტორიას მშავხებს, ურაც ყაზბეგსა და თუშეთის დაცულ ტერიტორიებს აკავშირებს ერთმანეთთან. უახლოეს პერიოდში შესაძლოა იქითა წლის გაზაფხულზე უკვე გაიხსნას აღნიშნული ბილიკი და ეს მოგცემს საშუალებას, რომ 7 ალპური ქოხი, რომელიც არის შვეიცარიული სტანდარტით ახშენებული ქოხები, ასევე 204 კილომეტრის ბილიკი, რომელიც არის კეთილმოწყობილი, გაიხსნას და ვიზიტორებს მიეცეთ საშუალება უკვე 7 დღიანი და 10 დღიანი ტურების კი დაგეგმონ ამ ფანტასტიკურ ტერიტორიებზე. თამარ, ხომ არ იგეგმება მომავალში დამატებით ახალი დაცული ტერიტორიის შეთავაზება, როგორც ტურისტებისთვის, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვის და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველოს მრავალფეროვანი ბუნება, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს. ასევე საინტერესოა, რომელიმე კონკრეტულ ქვეყნებზე თუ გეგმავთ აქცენტის გაკეთებას. დიახ, დაცული ტერიტორიების გაფართოების კუთხით ცხადია სააგენტო აგრძელებს მუშაობას. დღის მდგომარეობით დაახლოებით 100 დაცული ტერიტორია და 900.000 ჰექტარზე მეტ ტერიტორიას მოიცავს დაცული ტერიტორიები. მიმდინარე პერიოდში ვმუშაობთ კახეთში და ახალი დაცული ტერიტორიების დაარსებაზე, ასევე სვანეთის დაცული ტერიტორიების დაარსებაზე სამეგრელოში. მიმდინარეობს ასევე მუშაობა რაჭის ეროვნული პარკის და გურიის ეროვნული პარკის გაფართოების კუთხით, რაც მოგცემს საშუალებას, რომ დღეს არსებული ქვეყნის 13% კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ და კიდევ უფრო გავაფართოვოთ. თუმცა ამ კუთხით ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ჩვენი ძირითადი ამოცანა ეს არის, რომ უნიკალური ეკოლოგიური ღირებულებების კუთხით უფრო მეტი ტერიტორია მოვიცვათ დაცული ტერიტორიების ფართობის შიგნით და სწორედ ამის პარალელურად მოხდეს უკვე ეკოტურიზმის და პასუხისმგებლიანი ტურიზმის განვითარება დაცულ ტერიტორიებზე. მეორე მხრივ, როგორც აღნიშნეთ, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ამ ამოცანას წარმოადგენს, რომ მათი ცნობადობა გავზარდოთ როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ დონეზე. ამ კუთხით საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობას ვაგრძელებთ. უახლოეს პერიოდში ასევე მივიღებთ მონაწილეობას იაპონიის გამოფენაში 25 სექტემბრიდან, სადაც დაცული ტერიტორიების სააგენტო იქნება წარმოდგენილი სათავგადასავლო გამოფენაში და იაპონელ ვიზიტორებს გააცნობს სწორედ აღნიშნულ შესაძლებლობებს. ასევე წლის განმავლობაში დაგეგმილია პოლონეთში და ყატარში საერთაშორისო გამოფენებში და შეიძლება ითქვას, რომ ეს პლატფორმა იძლევა ძალიან კარგ საშუალებას იმისათვის, რათა ფართო აუდიტორიას, როგორც ინდივიდუალურ მოგზაურებს, ასევე ტურისტულ კომპანიებსა და ტუროპერატორებს შევთავაზოთ საქართველოს როგორც მიმზიდველი სათავგადასავლო მოგზაურობის მიმართულება.